გენერალი ალიხანოვი გურიაში იმისთვის შევიდა, რომ ეს კუთხე მიწასთან გაესწორებინა. მას ეგონა, რომ უბრალო გლეხებს სჯიდა. სინამდვილეში კი თავისუფლების იდეას ებრძოდა. 1905-1906 წლები. დრო, როცა გურია რუსეთის იმპერიას გამოეყო. დრო, როცა სამართალს ხალხი ქმნიდა და არა მეფე. როგორი იყო გურიის რესპუბლიკის აღზევება და ტრაგიკული დასასრული. ვინით ამ ყველაფრის სათავეში? დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ გურულების თავგანწირულ ბრძოლაზე თავისუფლებისთვის. გურიის რესპუბლიკა იყო უპრეცედენტო სოციალ-დემოკრატიული თვითმმართველობის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე 1905-1906 წლების დიდი რუსეთის რევოლუციის დროს. ეს მოვლენა გამორჩეული იყო გლეხთა მოძრაობების ისტორიაში, ვინაიდან მისი მასშტაბი და ორგანიზებულობა უბადლო იყო არამხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რესპუბლიკა წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის, კერძოდ კი გურული გლეხობის მიერ ცარიზმის მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან წინააღმდეგობას, რამაც საბოლოოდ სრულფასოვანი, თუმცა ხანმოკლე, თვითმმართველი ერთეულის შექმნა განაპირობა. მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის კავკასიის ნაწილი, მათ შორის საქართველო, ღრმა ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდიდა. ოზურგეთის მაზრა, იგივე გურია, განსაკუთრებით გამოირჩეოდა სოციალურ-ეკონომიკური ჩამორჩენილობითა და სიღარიბით. გურული გლეხობა, ისევე როგორც იმპერიის სხვა რეგიონებში, მძიმე ტვირთის ქვეშ იყო. მიწის უკმარისობა, მაღალი გადასახადები, ფეოდალური გადმონაშთები და ცარიზმის რეჟიმის დესპოტური მმართველობა საზოგადოებაში უკიდურეს უკმაყოფილებას იწვევდა. გლეხთა უმრავლესობას მცირე ზომის მიწის ნაკვეთები გააჩნდა, ან საერთოდ მოკლებული იყო საკუთრებას, რაც მათ არსებობას უმძიმეს პირობებში აყენებდა. ხშირი იყო მოსავლის ნაკლებობა და შიმშილობა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა სოციალურ დაძაბულობას. ამ მძიმე პირობებმა შექმნა ნაყოფიერი ნიადაგი რევოლუციური იდეების გავრცელებისთვის. საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი გურიაში, აქტიურად მოქმედებდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქართული ფრთა, რომელსაც შემდგომში მენშევიკებს უწოდებდნენ. პარტიის წევრები, რომელთა შორის იყვნენ ისეთი გამოჩენილი ფიგურები, როგორებიც ბენიამინ ბენია ჩხიკვიშვილი, ნოე ჟორდანია და სხვები იყვნენ, აქტიურად ეწეოდნენ პროპაგანდას გლეხებს შორის. ისინი უხსნიდნენ მათ ცარიზმის რეჟიმის უსამართლობას და მოუწოდებდნენ წინააღმდეგობისკენ. ამ პროპაგანდის შედეგად 1902 წლის ზაფხულში ოზურგეთის მაზრის სოფლებში დაიწყო ორგანიზებული აჯანყებები, რომლებიც თავდაპირველად ლოკალურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ თანდათანობით მთელ რეგიონს მოედო. 1905 წლისთვის რუსეთის იმპერიაში დაწყებულმა რევოლუციამ ბიძგი მისცა გურულთა მოძრაობას, რომელმაც კულმინაციას მიაღწია და გურიის რესპუბლიკის სახით ჩამოყალიბდა. ბენიამინ ჩხიკვიშვილი თავისი ორგანიზატორული ნიჭითა და რევოლუციური გამოცდილებით სწრაფად მოექცა მოძრაობის სათავეში და ფაქტობრივად გურიის რესპუბლიკის ლიდერი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გლეხებმა უარი განაცხადეს ცარიზმის ადგილობრივი ადმინისტრაციის მორჩილებაზე და საკუთარი მმართველობა შექმნეს. გურიის რესპუბლიკის ჩამოყალიბება გლეხთა უპრეცედენტო თვითორგანიზების შედეგი იყო. ეს არ იყო ცენტრალიზებული ხელისუფლების მიერ შექმნილი სტრუქტურა, არამედ სპონტანურად, მაგრამ ორგანიზებულად ჩამოყალიბებული სახალხო მმართველობა. გურულებმა სრულად გაწყვიტეს კავშირი ცარიზმის ადმინისტრაციულ და სამართლებრივ სისტემასთან და დაამყარეს სოციალ-დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც შემდეგ ძირითად ასპექტებს მოიცავდა. რესპუბლიკის მმართველობის ქვაკუთხედს წარმოადგენდა სოფლებისა და თემების დონეზე არჩეული გლეხთა კომიტეტები. ეს კომიტეტები დემოკრატიულად საერთო კრებებზე ირჩეოდა და მათ ევალებოდათ ადგილობრივი საკითხების მოგვარება, დავების გადაწყვეტა, წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზება.
ისინი ფაქტობრივად სრული აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალაუფლებით იყვნენ აღჭურვილნი საკუთარ საზღვრებში. გაუქმდა ცარიზმის სასამართლოები და პოლიცია, რომლებიც გურულებისთვის რეპრესიისა და უსამართლობის სიმბოლო იყო. მათ ნაცვლად შეიქმნა სახალხო სასამართლოები, რომლებიც განიხილავდნენ სამოქალაქო დავებსა და სისხლის სამართლის საქმეებს. ეს სასამართლოები მოქმედებდნენ ტრადიციული ქართული სამართლის ნორმებისა და სოციალისტური პრინციპების საფუძველზე, რაც სამართლიანობისა და თანასწორობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. სასამართლო პროცესები ღია და გამჭვირვალე იყო. გადაწყვეტილებები კი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ მიიღებოდა. რესპუბლიკამ განახორციელა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გლეხთა მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მოხდა მიწების გადანაწილება, რათა ყველა გლეხს ჰქონოდა შესაძლებლობა ემუშავა მიწაზე და საკუთარი ოჯახი ერჩინა. შემცირდა გადასახადები, ხოლო ზოგიერთი მათგანი სრულიად გაუქმდა. დაწესდა ახალი ეკონომიკური წესრიგი, რომელიც ითვალისწინებდა საზოგადოებრივ კონტროლს რესურსებსა და წარმოებაზე. გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. იხსნებოდა სკოლები, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რაც ცარიზმის დროს შეზღუდული იყო. ასევე აქტიურად მუშაობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებები, რომლებიც ხელს უწყობდნენ მოსახლეობის წიგნიერების დონის ამაღლებას. განათლება აღიქმებოდა როგორც თავისუფლებისა და პროგრესის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. რესპუბლიკის დაცვისა და შიდა წესრიგის უზრუნველსაყოფად შეიქმნა შეიარაღებული რაზმები, რომლებიც ძირითადად გლეხებისგან შედგებოდა. ეს რაზმები წვრთნას გადიოდნენ და მზად იყვნენ ცარიზმის ჯარებთან დაპირისპირებისთვის. მათ მონაწილეობა მიიღეს არაერთ ბრძოლაში, მათ შორის ცნობილ ნასაკირალის ბრძოლაშიც. ამ რაზმების ორგანიზებულობა და თავგანწირვა რესპუბლიკის სიძლიერის სიმბოლო იყო. ბენია ჩხიკვიშვილი, როგორც რესპუბლიკის მთავარი ლიდერი, ფაქტობრივად ასრულებდა პრეზიდენტის ფუნქციებს და ხელმძღვანელობდა როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ასპექტებს. გურიის რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა განვითარდა, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია ნასაკირალის ბრძოლა 1905 წელს. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სისხლის მღვრელი დაპირისპირება გურულ გლეხთა შეიარაღებულ რაზმებსა და რუსეთის იმპერიის რეგულარულ სამხედრო შენაერთებს შორის. ბრძოლა ნასაკირალის უღელტეხილზე გაიმართა, სადაც გურულები გაბედულად შეებრძოლდნენ გაცილებით აღმატებულ ცარიზმის ძალებს. მიუხედავად გურულთა თავგანწირვისა და მამაცობისა, ცარიზმის რეგულარულმა ჯარებმა, რომლებსაც უკეთესი შეიარაღება და მომზადება ჰქონდათ, მოახერხეს წინააღმდეგობის გატეხვა, თუმცა ამას მათ დიდი დანაკარგების ფასად მიაღწიეს. ამ ბრძოლაში დაჭრილ მებრძოლებს უწევდა დახმარებას გურიის სანიტარული რაზმი, რომელიც ქალებისგან იყო დაკომპლექტებული და წარმოადგენდა რესპუბლიკის ჰუმანიტარული ზრუნვის სიმბოლოს. ნასაკირალის ბრძოლა იქცა გურიის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. რესპუბლიკის არსებობის მანძილზე რეგულარულად ტარდებოდა მასშტაბური სახალხო კრებები, რომლებშიც გლეხობის ფართო მასები მონაწილეობდნენ. ამ კრებებზე განიხილებოდა და მიიღებოდა გადაწყვეტილებები რესპუბლიკის შიდა და გარე პოლიტიკის შესახებ. გლეხები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მართვის პროცესში, რაც ხაზს უსვამდა რესპუბლიკის დემოკრატიულ ბუნებას. ხშირად მიიღებოდა დეკრეტები მიწის, გადასახადების, განათლებისა და სხვა სოციალური საკითხების შესახებ. რესპუბლიკა დიდ ყურადღებას უთმობდა შიდა წესრიგის დაცვასა და კრიმინალთან ბრძოლას. ცარიზმის ადმინისტრაციის გაუქმების შემდეგ წესრიგის დამცველებად მოქმედებდნენ გლეხთა რაზმები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კანონმორჩილებას. გურიის რესპუბლიკა არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს ახორციელებდა, არამედ აქტიურად უწყობდა ხელს კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობასაც. იდგმებოდა სპექტაკლები, ტარდებოდა საჯარო ლექციები და იკითხებოდა წიგნები, რაც ხელს უწყობდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას. გურიის რესპუბლიკის დამოუკიდებელმა არსებობამ სამწუხაროდ დიდ ხანს ვერ გასტანა.
რუსეთის იმპერიამ 1905 წლის რევოლუციის ჩახშობის შემდეგ გადაწყვიტა უკომპრომისო ზომების მიღება ყველა დაუმორჩილებელ რეგიონში კონტროლის აღსადგენად. 1906 წლის იანვარში ცარიზმის ჯარებმა გენერალ ალიხანოვ ავარსკის მეთაურობით, რომელსაც სასტიკი რეპრესიული ზომებით ჰქონდა სახელი განთქმული, მასშტაბური სადამსჯელო ექსპედიცია წამოიწყეს გურიის წინააღმდეგ. იმპერიის არმია დიდი ძალით შევიდა რეგიონში და სასტიკად ჩაახშო გურიის რესპუბლიკა. დაიწყო მასობრივი რეპრესიები, ათასობით გურული დააპატიმრეს, ბევრი მათგანი გადაასახლეს ციმბირში ან სიკვდილით დასაჯეს. ათობით სოფელი გაასწორეს მიწასთან, მოსახლეობას კი ქონება ჩამოართვეს. დაწესდა მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებები, მათ შორის კოლოსალური ჯარიმები, რომელთა გადახდაც გლეხობას არ შეეძლო. რეგიონში აღდგა ცარიზმის მმართველობა, მაგრამ მოსახლეობის წინააღმდეგობრივი სული არ გატყდა. ბევრი რესპუბლიკის ლიდერი, მათ შორის ბენია ჩხიკვიშვილი, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო, რათა თავი დაეღწია რეპრესიებისთვის. მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა, გურიის რესპუბლიკა უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. ის გახდა გლეხთა ბრძოლის სიმბოლო თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, რომელიც უპრეცედენტო იყო თავისი მასშტაბებითა და ორგანიზებულობით. რესპუბლიკა მაჩვენა ქართველი გლეხობის პოტენციალი თვითორგანიზებისა და საკუთარი ბედის განკარგვისთვის, რაც იმ დროისთვის იმპერიალური რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელი იყო. გურიის რესპუბლიკა ასევე წარმოადგენდა საქართველოში მნიშვნელოვან ეტაპს სოციალ-დემოკრატიული იდეების განვითარებაში. მან დაამტკიცა, რომ სოციალისტურ პრინციპებზე დაფუძნებულ თვითმმართველობას შეეძლო ფუნქციონირება და მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება. რესპუბლიკა იქცა სამაგალითო მოძრაობად სხვა რეგიონებისთვის და შთააგონებდა მომავალ თაობებს ბრძოლისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. მისი გამოცდილება, როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი, გაითვალისწინეს შემდგომმა ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, მათ შორის 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნისას. გურიის რესპუბლიკა, როგორც თავისუფლებისა და თვითგამორკვევის სიმბოლო, სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიის ფურცლებზე. დაგვიწერეთ თქვენი აზრი ამ ამბავთან დაკავშირებით, გამოიწერეთ კარდუს არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.